ეს მაგალითი აჩვენებს კიდევ ერთი დიდი პიროვნების არსებობას საქართველოს ისტორიაში, რომელიც დღემდე ნაკლებად არის ცნობილი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ როგორც მაღალი რანგის პროფესიონალები, იყვნენ ცნობობაში თუ ჩამომართოთ ალბათ მაღალი რანგის ნამდვილი არისტოკრატები და ამასთან ერთად იყვნენ მასში იყო შერწყმული ის მთავარი თვისება ადამიანის, რაც არის სხვებზე ზრუნვა და სიკეთე. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ თამარს, ხალხამრიკას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის უაღრესად საინტერესო იქნება გამოფენის დათვალიერება. წელი, 14-15 წელი ეს არის პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავი და ძალიან გვიდოდა რომ დაგვემთხვია ჩვენი პროექტი სწორედ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ფაქტიურად, რა ვიცი, 70 წლის განმავლობაში ეს თემა იყო დახურული თემა, შემდეგ უკვე არავის არ გახსენებია და არ აუღნიშნავს. მინდა ვთქვა, რომ 2014 წელს აღინიშნა საქართველოს მუსიკის ქორეოგრაფიის მუზეუმში აღინიშნა ეს გამოფენი და ძალიან საინტერესო მასალა იყო წარმოდგენილი, მაგრამ აი დღესდღეობით ჩვენ წარმოვადგენთ პირველად საზოგადოებისთვის უცნობ აი ამ კოლექციას, კერძო კოლექციიდან არის, კერძო არქივიდან არის ეს ფოტოები, რომელიც არასდროს არ არის არ უნახავს. ეს არის ნინო ჯორჯაძის ფოტოები გადაღებული კავკასიის ფრონტზე, პირველ მსოფლიო ომში ისწავიდა მოხალისედ, იყო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრი, წმინდა გიორგის ჯილდო აქვს მიღებული. ის არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, ის იყო მოწყალების და მას ჰქონდა დასავლური განათლება, მაგრამ ჰქონდა ასეთი მოქალაქეობრივი ძალიან დიდი ასეთი შეგნება და სწორედ წავიდა ფრონტზე და ძალიან მძიმე ეს ხაზი კავკასიის ფრონტი გაიარა და გამიტოვა ეს დოკუმენტური სიზუსტე აღბეჭდელი დღიურებში და ფოტოებზე. Thank you.